ფაქტიურად ზვიად ყველა შვილს რომელიც ფოტოს გამოაქვეყნეს Facebook-ზე სტებენ ბრალს აღმოჩენილი ჩემი სურათი Facebook-ზე და შეეჭვები რომ ყოფილა რესპუბლიკურ პარტიაში გზავნილი აგენტი ალბათ მარინას Facebook-ზე განთავსებული იქნა შეტყობისა და ინფორმაცია რომ თურმე იმ კონფერენციაზე რომელიც პრეს კონფერენციაზე რომელიც ჩვენ 3 თებერვალს ჩავატარეთ ჩემ გვერდით ესე იგი შეუნიშნავთ პიროვნება რომელიც ყოფილა თურმე უშიშროების მიერ ჩანერგილი პიროვნება პარტიაში მე მომართა ზვიად ყველაშვილმა და მთხოვა მისი ინტერესების დაცვა სამართალდაცვა სტრუქტურების წინაშე. კერძოდ Facebook-ზე მარინა მეტრეველის მიერ, ბოდიში ნახოს სუსტი სახელი. მარინა მეტრეველის მიერ დადებული იქნა ინფორმაცია, რომელიც თავისი შინაარსით შეიცავს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ნიშნებს. კერძოდ, აქ არის ლაპარაკი პირველი უშიშროების მიერ, ანუ ეს არის სამართალდაცვა სტრუქტურების მიერ ჩადენილი ქმედებაზე, მართლწინააღმდეგო ქმედებაზე, ანუ ვიღაც პიროვნება, რომელიღაც პარტიაში ჩანერგეს, როგორც აგენტი, არა ვიღაცა, არამედ შესაძლოა უშიშროება. მეორე, აქ არის ლაპარაკი, რომ ეს პიროვნება სახელმწიფოარი არ არის მითითებული, თუმცა დევს დეტალში ზვიად ყველაშვილის სურათი არის სცადა კომისიის წევრის რესპუბლიკური პარტიიდან მამა გედეონის გოგოს ნინო შალაშვილის არჩევნების გაყალბებას თხოვა და სანაცვლოდ შეპირდა ანაზღაურებას ფაქტიურად მეორე ეს დანაშაული მე ეს გოგონა არ დათანხმდა და მოწამული კოკა-კოლით შეუგზავნა ეს მოწამული კოკა-კოლა რათა აქ მთავარი სიტყვები რა არის შეუგზავნა მოწამული კოკა-კოლა გასაგებია რომ ზიანის მიყენება უნდა და მაგრამ ტექსტი გრძელდება ასე საბედნიეროდ ჩვენი ნინიკო კომეთო კარგად ამბობს ნინო არ ვიცნობ ვინ არის მამა გედეოს უდიდესი პატივისცემა ჩემგან ვიცნობ პიროვნულად და ვიცი რა პიროვნება უწესრიგესი პიროვნება ალბათ შვილიც ანალოგიური იქნება პირებულებით საკითხში ნინო გადარჩა ანუ არა იმიტომ გადარჩა ნინო რომ საწამლავი არ იყო საკმარისი რომ რაღაც ცუდი მომხდარიყო საბედნიეროდ გადარჩა ნიშნავს რომ სხვა შედეგი უნდა დამდგარიყო და არ დადგა სხვა შედეგი გადარჩა სიტყვის მეორე სხვა შედეგი არის ჯვარისწერი ადამიანის სიკვდილი ანუ აქ ლაპარაკია ადამიანის განზრაკლობის მცდელობაზე სულთად მაგრამ თანაც როგორ აქ მითითებულია რომ ეს იყო უშიშროების მიერ ჩანერგილი ერთი მეორე ახორციელებდა ქრთამის მიცემას ანუ ვიღაცის ინტერესს და გამოდის რომ კოლობის მცდელობაც იყო შეკვეთილი პირდაპირ ანუ ჩემი აზრით წარმოჩენილია სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლის მესამე ნაწილი ჩემი სიმართლე დადგენის მიზნით ავიყვანე ჩემი ადვოკატი გამოძიება მოიცავს თავად ფაქტის შესწავლასაც იყო თუ არა ქრთამის მიცემა მოსყიდვა კოლობის მცდელობა გინდას პარტიაში ჩანერგვა ეს ყველაფერი ერთობლიობაში გამოიკვლიება გამოიციება და ამოთხოვნით ჩვენ მიმართავთ საქართველოს მთავარ პროკურორს ბატონ არჩილ ყველაშვილს ემწუჩი რომ წერთ ეგ არც არის საჭირო იმიტომ რომ გავიცი რომ წავიკითხა ჩვენ მომასწავლე რაზე იყო რომ დავაგდე ჩემ გვერდზე რომ წავიკითხო და გავეცნო მეთქი რა შეიძლება ეს არის ცნეზის მოპოვებული ინფორმაცია რომელიც მე უბრალოდ გავეზიარე ასე გაზიარება შეგიძლიათ ნებისმიერ თქვენგანს მნიშვნელობა არ აქვს ეთანხმებით არ ეთანხმებით მოგწონთ თუ არ მოგწონთ თქვენ თუ ეთანხმებით რაც წერია იქ განცხადებაში არ წამიკითხავს ბოლომდე მართლა არ წამიკითხავს ვერ მომისალე და ზუსტად მაგიტო გავიზიარე რომ მე ნახარ რა ხდებოდა და წამეკითხა ბოლომდე და სნეზისაც ვერ დავუკავშირდი რომ მეკითხა რა ხდება ან ცალია ეს დღეები და მაგიტო ბოდიში ხდით თქვენთვისაც ვერ ვიცი წესიერად ხომ ხედავთ რა დღესი ვარ მაგრამ მართლა გავაზიარე არაფერი არ ვიცი მეტი განარჩენი ვერაფერს ვერ ვიტყვი